ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ენერგია არის ქართველებისთვის თავარი ენერგია, რომელიც არასოდეს არ წავა და ვერასოდეს ვერ გაქრება. და ეს პროცესი ბუნებრივად გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული სახელმწიფოებრივი ენერგია არ გაიმარჯვებს და თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ იქნება ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი ფაქტია რომ ვერ ივანიშვილი ძალიან მარტივად ვთქვათ, ივანიშვილის ფული, მისი თანამზრახველების ფული არის საფრთხეში. მათი მომავალი კი არ არის საფრთხეში. მათთვის მომავალი ფულია. მომავალში რო კიდე უნდა მოიპაროთ. და აი ამ მოპარულ ფულს საფრთხე ემუქრება და თქვა ამ ადამიანმა, რომ ევროპული მომავალი შენ ძალაუფლებას უქმნის საფრთხესო. და ეს ყველაფერი გაბედა და თქვა რუსთაველის გამზირზე, სადაც თავისუფლება, ღირსება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი თაობებმა ბრძოლით სიცოცხლის დათმობის ფასადაც კი მოიპოვეს. აი ამ მოედანზე გაბედა და ბუნებრივია ამას ახლა ზუგს ვერავინ ვერ შევაქცეთ. ორლესული ნიჩბების წინააღმდეგ წავიდნენ ქართველები, ჩვენი თანატოლები და ბევრად კიდე პატარები, 35 წლის და ახლა ბუნებრივია და ისინი რუსები როდიონოვს არ უკადრია რიტორიკულად, ზეპის სიტყვიერებით როდიონოვს არ უთქვამს, ისაც გუში თქვა ბიზინა ივანიშვილმა თქვა გამომარჯვესო რუსეთს და არა ევროპასო და ხედავთ აი ესე იქნება სულ მანამ სანამ შვიდად დაცულა და უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში ჩვენი შვილები ვერ იგრძნობენ თავს.